ჩემთვის იქ მისვლა დღეს სიკვდილის ტოლფასია ნამდვილად. იმიტომ რომ გადამწყვეტი არ ვიცი, გადაუწყვეტავენ, რას იზავენ, რას არა. ძალიან განვიცდი და ძალიან ამნერვიულობ. ვიყავით მათი ვნახეთ, შესულები ვიყავით 24 საათიანზე ძალიან. ჩემთვის იყო აი სიხარული დიდი, რომ ეს ბავშვი ჩავიხუტე. მაგრამ რო გამოვედი ძალიან გული დამწყდა. რომ იქ ის მე წამოვედი და ის ისევ იქ დავტოვე. Чими матевыми. Тебе телевизор бубсина. Я ведь спрашиваю, что это спасал, и краги давева. მათემ დამირეკა გუშინ და უთხარი რომ არ ინერვიულო და გავამხნევე რომ ყველაფერი ესენი მალე დასრულდებიან თუ რამე მოკისაჯეს გულთან არ ინერვიულო მაგრამ როგორც გაუთიშე ტელეფონი უკვე ისტერიკაში ვიყავი მაგრამ ჩემი ცრემლები ჩემი ტირილი და არც ერთი დედის ტირილი ამათ არ შერჩებათ არ შერჩებათ დე მაგას ვამბობ სულ არ შერჩებათ ისი გუპისთვის წამოვედი ემიგრაციაში საერთოდაც არ მინდოდა მე საერთოდ ფიქრადაც არ მქონდა რომ ემიგრაციაში წამოსულიყავი მე წამოვედი რა ხელფას პირადად რომ მე საკვები მეყიდა მე იმის ფული აღარ მქონდა მე მინდოდა ჩემი შვილებისთვის განათლება იმეცა ელენე თბილისში სწავლობდა უნივერსიტეტში ბოლომდე მიგეყვანა მინდოდა ძვირად ღირებული გიტარა უნდოდა იმიტომ რომ გიტარაზე უკრავდა და უნდოდა ანსამბლში დაეკრა ბენჩი დაეკრა რისთვის წამოვედი იმიტომ რომ მათე ციხეში დაიჭირონ მე წამოვედი მათეს გულისთვის ელენეს გულისთვის მე სულაც არ მინდოდა პირადობა ხომ მაგაქვს ხო მაგრამ აი სასაკლაუზე რომ მიყავთ ადამიანი და იცის რომ ის უნდა სასაკლაუზე მიდის აი ესე ვარ ახლა იმ მდგომარეობაში ვარ მე ზუსტად თავიდან რო დააკავეს მე გავიგე პირველმა და მამასთან ვურეკე მაშინ ხა დედა რო საზღვარგარეთ არის არ მithქვია იმისთვის თან მუშაობდა ვუმალავდი რამოდენიმე საათი და დედამაც ესე გაიგო ნუ ბებოს ნათესავმა უთხრა და ვერ შევფუთე კარგად იმიტომ რომ თან გავხსნა მაშინ ფოტოები და მაგ ფოტოებით გაიგო დედამ რომ დააკავეს თურმე და იტოვში ვნახე კომენტარებში წერდნენ რომ მათ სჭირდებოდა ადვოკატი. როგორ ხარ? არ მინახე ხარ ახლა? კარგად ხარ? მე კი შენ როგორ ხარ მითხარი აბა? გამარჯობა. რაო დედა? პოლიცია ყავს ერთი უნდა დაგანახო რამდენია მანქანებით არის გადაძეწგილი და შიგნითაც ბევრი შევიდაო და მე არ შევსულვარ ჯერ არ ვიცი შიგნით რა სიტუაცია ჰა? ბებო ინტერვიუს აძლევს ჩამოაყენეს და Asta nu e, da,
მე რა შეიძლება ეს მე სანდროს დავუგე ნუ წერა არ ველოდ ვერ გამოვალ გისმენ და ესე რომ ვარციას არ წამოეკოთ და ეს კარები რატო დაკეტეს? იწყება? დაზარალებული პოლიციური გამოწვევაზე სამი შეშუზე, რომელიც ყველაზე იცით ყველა, რომ აქ მხოლოდ თქვენ სანახავად მოდიოთ და ეს ალბათ ბოლო დღეც იქნება. ის რომ გიტანილო არ ნა. ის ნობს პატარა იმედი, მაგრამ რაღაც იქნება რა. იცით ყველა რომ თელავიდან ჩამოვდიოდი თბილისში აქციებზე. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. ჩამოდიოდი აქციებზე, რადგან თანამოაზრეებთან ერთად განპროტესტებინო მშვიდობიანი პროტესტი ევროკავშირის კუთხიდან გადავხდა. 19 ნოემბრის გამთენიისას ჭავჭავაძის გამზირზე როცა დაიწყა ეს ფორმიანო რაჯულება იმ პატარა ლამაზი სამყაროს განგრევა და სისხლიანი თვალებით შევახო. მაგას ვიყავი დაახლოებით ორი დღის უძილო ვიყავი, ძალიან დამოკიდებული ვიყავი და ვერ გავაცნობიერე რა ხდებოდა. როცა მათ დაიწყეს ჩვენზე გადამეტებული გზავის გამოყენება, მე მოვყევი ამ სახელმწიფოში. ვეცადე გავუძლებო, მაგრამ ის ვერ მოახერხა. იცით შემდეგ რაც მოხდა. ნახატის მეგობრებო, მაგრამ მე უნდა დავტოვო დარბაზი, იმიტომ რომ მაშინიზმი ანდაცველების მოსვლა. ნახატიეთ, მაგრამ თქვენს ბინძურ სამფლობელოს ხომიებინოთ ესაკაც არასდროს. საფალსიფოს მოსმენის შემდეგ სასამართლო კაცი სადათბირად მეტასკოპირების სინგათის აძიებდა უსასრულო წვდიაში. შესამშავად საქართველოს სამართლის კოდექსის 353 პროგრამის პირველ ნაწილი გადასწრებული დანაშაულის ჩადენისთვის და საჭირო საფედერაციო ორგანიზაციას 4 წლისა და 6 თვის ვადი თავისუფლების საკითხად მე
საკმაოდ მძიმე მოსასვლელი გობრებია, მეგობრებისთვის, ეთერებისთვის და სასამართლოში მყოფი ადამიანებისთვის. თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და პოლიციელებზე თავდასხმისათვის ბრალდებული დამნაშავეც. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2024 წლის 19 ნოემბერს დილის საათებში თბილისში მელიქიშვილის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას ბრალდებული თავს დაესხა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს და ხისჯოხით სხვადასხვა დაზიანებები მიაყენა პოლიციის სამთანამშრომლებს. მას ბრალდება სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიციელზე თავდასხმის ფაქტზე წარედგინა, რაც სასჯელის სახით აზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახით აზომად 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. ეხლა მივხედოთ მათეს, ნახე, რაღაცნაირად უნდა შეუსრულოთ ის 6 თვე, რომელიც წლის ბოლომდე გავატარებთ. ეხლა 24 საათი შეხვავენ. არა, 4 თვე არა, პერიოდი. მე დედას უყირებ, ხო მარინა? იმედია, მაგრამ იმედია არა, უგენად სვალეთ. მარი, ყველაფერს ვიზავთ. ყველანი. ერთად ვარ და ერთი. რის გულისთვის ხალხ ამდენი წლები მაინც არ გავჩერდები. თქვენ თუ გგონიათ ამით დამთავრდა, ძალიან ვცდებით. ყველაფერი იწყება დღეიდან. ვერ შემაშინებთ ვერანაირად, რაც არ უნდა გააკეთოთ და არც მათი სარეშინია. იმაზე ბევრად ძლიერი ვიქნები დღეიდან, ვიდრე თქვენ გგონიათ. სუსტს ვერ ვნახავთ თქვენ ვერც მე და ვერც ჩემ ოჯახის წევრებს. უფალმა გადმოგხედოთ სულ ყველა რა სიმართლითაც თქვენას სამგებლობთ უფალმა სულ ყველას თქვენ ოჯახებს მოაკითხოთ